დაიწყო პრემიერმა არჩევნების დანიშვნის აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა და პრეზიდენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტის მიერ აქტის გამოქვეყნებისთანავე ის ძალაში შევა. შემთხვევითი არაა ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გააქტიურებაც რეალურად წინა საარჩევნო პერიოდი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ესა ინგა გრიგოლიას დღის ამბები ორზე მოგესალმებით. ზუსტად 4 თვეში ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს ხელისუფლებაში ქართულ ოცნებას თუ გაუშვებს. ზუსტად 4 თვეში უნდა გადაწყდეს ვის ენდობა ხალხი. ხალხი, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს და რომლის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. რომელსაც ყოველი არჩევნების წინ ყველაფერს საუკეთესოს პირდებიან და არჩევნების მერე ძირითადად იმედგაცრუებულს ტოვებენ. ყველანაირი კვლევები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მთავარი საზრუნავი, სამუშაო ადგილები, ოჯახის რჩენა და საარსებო დაუცილებელი თუნდაც მინიმალური ხელფასია და ამ დროს პოლიტიკოსები მათ ყველაფერზე ესაუბრებიან იმის გარდა როგორ მოუგვარებენ მათ ამ მთავარ პრობლემას. ყოველ დღე ჩვენ გვესაუბრებიან ყველაფერზე პრობლემების გარდა, რეალური პრობლემების გარდა. არადა დაპირებები 2012-შიც უხვად იყო და იმის წინაც მუდმივად არის დაპირებები მილიონ სამუშაო ადგილზე, გაზრდილ პენსიაზე, დასაქმებაზე, გაიაფებულ ცხოვრებაზე და საოცნებო შეთავაზებებში გაილია აგერ უკვე 2 ათეულ წელზე მეტი. ესეთი დონის გადასახადები რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. თუ გინებავთ ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი, ჩვენ ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქიდან იაფიდენი იაფათი წარმოება ელექტროენერგია. გაზ ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ტრუბა გადის ჩვენს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება ჩვენი მოსვლიდან. ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ ზღვარს. ცხადი ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე საარსებო მინიმუმია. ჩვენ და ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის 10 წელი და 10-დან 20 წლამდე არანაკლები 10 წლისა საშუალება იქნება ფულის და ეს იქნება უმეტესწილად უფასო და სადაც იქნება პროცენტი იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3% იქნება გადასახადი. მაქსიმუმ და უმეტესი წილი იქნება უფასო ფული. ყველაფერი არის გაბერილი ხელოვნურად, საწვავის ფასი, გაზის ფასი, შუქის ფასი. ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი დაიწევს, იმიტომ არ არის ეს რეალური ფასები, ყველაფერი გაბერილია. ოქტომბრის ბოლოდანვე თქვენ გაგინახევრდებათ მარტო გადასახადები. დენი არ უნდა ღირდეს 7-8 თეთრზე მეტი, ღირს 17 ხალხი. ხეიბარი მიიღებს 230 ლარს იმ საარსებო მინიმუმს, რაც არის განსაზღვრული. პენსიები გაიზრდება და ის გახდება საარსებო მინიმუმზე მეტი. კომუნალური გადასახადები გადაიხედება და ჩვენ ამდენს, რასაც ვიხდით ახლა კომუნალურ გადასახადებში, ეს არის უსამართლო. მაგრამ კოალიციაში არის მიღებული გადაწყვეტილება პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით. რომ საარსებო მინიმუმი უნდა იყოს და საარსებო მინიმუმი არ არის 160 ლარი. მინიმუმ ორჯერ მეტი. ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ. ამის სიტყვას მე გაძლევთ. მე გაძლევთ იცოდეთ და არც ერთი ჩვენი დანაპირები არ დაუქვემდებაროთ ეჭვებს და გაცილებით მეცაც გავაკეთებთ. იმაზე მეც გავაკეთებთ, რასაც გირდებით. ჩვენ დაუსვამ შეკითხვებს ჩვენ სტუმრებს თუ შეხვდათ რამე ამ წინა საარჩევნო დანაპირებიდან ერთი ან ორი საკითხი მაინც ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში, რომელიც მან გაავრცელა და შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას. თუმცა ამაზე რამდენიმე წუთში და რაც გაჩვენეთ, აი ამას პირდებოდნენ ადამიანებს 2012 წელს და ამ დანაპირების ახდენის ოცნებაში გავიდა ეს 4 წელი, თუმცა ოცნებამდე კიდევ სხვა ხელისუფლებებიც გვაოცნებებდნენ. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ თუნდაც რას გვპირდებოდა ივანიშვილის წინამორბედი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში, რომელიც მისმა გუნდმა ბოლოჯერ მოიგო. ეს იყო 2008 წელს. იმდენად გაუმჯობესდა ბიზნეს გარემო. საქართველოს იყო 140 ადგილზე სოფლიოში ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით. ჩვენ გვისწრებდა ნიგერია, ჩვენ გვისწრებდა ზიმბაბვე, ჩვენ გვისწრებდა სვაზილენდი, ჩვენ გვისწრებდა რუსეთი, თქვენ წარმოიდგინეთ. ახლა ნიგერია უსწრებს რუსეთს და ჩვენ უსწრებთ საფრანგეთს, გერმანიას.
იტალია საბერძნეთს საქართველო გახდება ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი, ესე იგი შესრულდება ჩვენი ოცნება კი არა მარტო ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ცხინვალის, ერეკლე მეორეს ოცნება დიდ სოფლიო გაერთიანების შესრულით და დიდი ხარდაჭერას მოპოვებით. ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით ჩემი და თქვენი სიზმრების სოხუმში. ჩვენ ყველანი ერთად გავაერთიანებით საქართველოს. ჩვენ შევხვდით დავით აღმაშენებლის ქვეყანას ხელახლა. მთავარი კონკურენტი არის სიღარიბე და პესიმიზმი. ამიტომ ჩემი მიზანია არც ერთ ქართველს არ მივცე საშუალება რომ ჩავარდეს პესიმიზმში და დაუბრუნო ყველა ადამიანს ოპტიმიზმი და ჩემი მიზანია ყველამ ერთად თქვენთან ერთად თვალ საზოგადოებასთან ერთად დავამარცხოთ სიღარიბე. ყველა ჩვენი დაპირება რომელიც ადრე გაიცე თითქმის ყველა არის შესრულებული. ეს ამიტომ ეს დაპირება აღარ არის. ეს არის ჩვენი პროგრამა. ჩვენ შეჩეული ვართ ჩვენი პროგრამის გადაჭარბებით შესრულებას. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მომავალი, როგორც ქვეყანას, როგორც ერთს. ძალიან საინტერესო მომავალი და ყველამ ერთად ამ მომავალს მივაღწევთ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ მიხეილ, არის ასეთი წესი ჩვენს გადაცემაში, ვინიშნავთ რაღაც მთავარ მესიჯებს საქართველოს სიღარიბის გარეშე. მე შემდეგ პრეზიდენტს დაუტოვებ გაერთიანებულ საქართველოს. ჩვენ ხალხთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ მთავარი პრობლემები. საქართველო იცხოვრებს სიღარიბის გარეშე. ჩემი კონკურენტი არის სიღარიბე და პესიმიზმი, ამიტომ ჩემი მიზანია ყველას დაუბრუნო ოპტიმიზმი. იქნება სერიოზული განახლება სამთავრობო გუნდში. მე მაქვს მორალური უფლება ყველა ადამიანს წაუყენო პრეტენზია და მოვახდინო განახლება გუნდის იმ შემთხვევაში, როდესაც მე გადავდექი, მოვთხოვო სხვასაც გადადგომა და წინგველის ფუნდამენტური ცვლილებები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩვენს გადაცემაში დატოვებული ერთგვარი მესიჯები. მე მომიწერეთ ხელი და შემდეგ შეგახსენებ. დამოვიწყდა იმის ჩაწერა, რომ მზად ხართ ყოველთვის ყველა ჟურნალისტს გასცეთ ყველა შეკითხვაზე პასუხი. ხო, აქ მიხეილ სააკაშვილი გვპირდებოდა, რომ იგი იყო მზად ყველა ჟურნალისტისთვის გაეცა პასუხი. უკვე წინა წლებს აღარ შეგახსენებ და თქვენს დროს აღარ წავიღებ, აი ასე გავიდა ჩვენი ცხოვრება. ამდენ დაპირებაში, ამდენ ოცნებაში, დღეს კი როცა წინ ზუსტად 4 თვეში არჩევნებია, მთავარი პირი, ვინც ამ ხელისუფლების 4 წლიან მმართველობაზე პასუხისმგებელი საკუთარ საგანგებო წერილში ისევ იმას გვეუბნება, რომ ქვეყანაში არის სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დაბრუნების საფრთხე და მეორე დღეს ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ბარიერს ვეღარ გადალახავს. რით მივყავართ არჩევნებზე ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, თავისუფალი დემოკრატები თამარ ამაშუკელი